მართალია თუ არა, რომ ხილი ძირითად საკვებთან ერთად არ უნდა მივირთოთ. ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, რადგან ადამიანის ორგანიზმი ამ შემთხვევაში ინდივიდუალურია. ადამიანების ერთი კატეგორია ფიქრობს, რომ ძირითად საკვებთან ერთად ხილის მირთმევა ართულებს მისი მონელების პროცესს და იწვევს ფერმენტაციას. სიამოვნებაში კი თუ რაიმე დაავადება აღჭირს და ჯანსაღი ადამიანი ხარ, ჯანსაღი ადამიანის კუჭი საკმაოდ მოქნილია. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთდროულად სხვადასხვა ტიპის საკვები მივიღოთ. ასევე რომ დავაზუსტოთ, ხილის მონელება სჭირდება დაახლოებით 20-დან 60 წუთამდე. ხოლო რაც შეეხება ესეთ ნუტრიენტებს, რომელიც არის ცილა, ცხიმი ან ნახშირწყლები, სჭირდებათ ბევრად მეტი, საშუალოდ 2-დან 5 საათამდე. იმ შემთხვევაში თუ ხილს ძალიან რთულად გადასამუშავებლად საკვებთან ერთად მივიღებთ, მოხდება ის, რომ ხილი კუჭში უფრო დიდხანს დარჩება. და ისევ გავიმეორებთ, თუ ადამიანი ჯანმრთელია, ეს მისთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. მაგრამ მოდი ისეთი ადამიანების გავითვალისწინოთ, რომელსაც აღენიშნებათ მჟავიანობა, გაღიზიანებული კუჭი ან რეფლუქსის პრობლემა. ასეთ შემთხვევაში ძირითად კერძთან ერთად ხილის დაყოლება შეიძლება გამოწვევი მიზეზი იყოს შეშუპების და გაზების. მოდი განვიხილოთ, როგორი იქნება ოპტიმალური მიდგომა ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ ჯანმრთელი ხარ და არ აღენიშნება არანაირი გართულება, შეგიძლია ხილი როგორც საჭმელთან ერთად, ისეთ ცალკეც მიიღო. ხოლო თუ კუჭის მგრძნობელობა გაქვს, ჯობს ხილი ცალკე 1-2 საათით ადრე ან შემდეგ ჭამო. ამიტომ თუ მე გეტყვის, რომ ხილი აუცილებლად ცალკე უნდა შეჭამო, შეგიძლია არ მოусმინო, რადგან ეს მითია. თავარისა, როგორ იაგრებს შენი ორგანიზმი ნებისმიერ შენს ქცევას.